გამარჯობა, ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი, მე დიანა საფაროვა ვარ. დღეს გადაცემაში ნახავთ. შეიძლება თუ არა მცირე ტრავმა სერიოზულ გართულებად იქცეს. გაიგეთ, როგორ უნდა იმოქმედოთ დაზიანების მიღების პირველ წუთებში და როდის არის აუცილებელი სამედიცინო ჩარევა. პანდემიის მსგავსი კონტროლი აეროპორტში ბრუნდება. მიზეზი ნიპას სახიფათო ვირუსია. რამდენად საგანგაშოა ახალი აფეთქება, რომელიც ინდოეთში დაფიქსირდა და რა უნდა ვიცოდეთ ამ ეტაპზე. ტრავმები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი გამოწვევა. სტატისტიკურად დაზიანებები სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის უპირატეს მიზეზს წარმოადგენს, რაც შეიძლება განპირობებული იყოს როგორც საყოფაცხოვრებო პირობებით, ისე საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებით, ასევე პროფესიული და სპორტული აქტივობებით. თუმცა მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: სად გადის ზღვარი ზედაპირულ დაზიანებასა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ კრიტიკულ მდგომარეობას შორის? რა კლინიკურ ნიშნებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება პირველივე წუთებში, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები? ვნახოთ ამ თემაზე მომზადებული ვიდეო და შემდეგ სტუდიის სტუმარი შემოგვიერთდება. მოტეხილობა არის ძვლის დაზიანება, როდესაც ძვალი ირღვევა. მოტეხილობასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული ნიშნებია ძლიერი ტკივილი დაზიანებულ ადგილზე, შეშუპება, სისხლჩაქცევა, ასევე მოძრაობის შეზღუდვა. მკურნალობა დამოკიდებულია მოტეხილობის სიმძიმეზე. მსუბუქ შემთხვევაში გამოიყენება იმობილიზაცია თაბაშირით ან სპეციალური ფიქსატორით. რთულ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა. შემდეგ იწყება რეაბილიტაცია, რომელიც აადვილებს მოძრაობის აღდგენასა და კუნთების გაძლიერებას. რაც შეეხება პრევენციას, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების დაცვა, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, კალციუმით და D ვიტამინით მდიდარი საკვები, ძვლის ჯანმრთელობის კონტროლი, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში. მოტეხილობა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. უმთავრესია მოკლე დროში ექიმთან ვიზიტი, რადგან დროული დახმარება ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას და გართულებების თავიდან აცილებას. რომელი ტრავმებია სიცოცხლისთვის საშიში და რატომ არის მნიშვნელოვანი დროული და სწორი სამედიცინო ჩარევა? თემაზე სასაუბროთ ორთოპედ ტრავმატოლოგი ლევან გვასალია მოვიწერთ. გამარჯობა ლევან, დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონი დიანა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მეც გმადლობ ლევან გადაცემაში მოწვევისთვის. ლევან, ძალიან საინტერესო თემას ვეხებით. ძალიან საინტერესო არის მაგალითად რა არის ტრავმა სამედიცინო თვალსაზრისით, როგორ კლასიფიკაცია როგორ ხდება უბრალოდ და ძალიან მნიშვნელოვანია მის გაგება ყოველდღიურ ცხოვრებაში რა ტიპის ტრავმები გვხდება. დიახ. ბევრი კითხვა არის ერთად, ხო? დიახ, მაგრამ აუცილებელი და ვფიქრობ მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ისე რომ ტრავმა არის სხეულის დაზიანება გარემოს სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვევით. შეიძლება გამოვყოთ ისეთი ტრავმები, როგორც არის დამწრობა, მოყინვა, ქიმიური აგენტებით გამოწვეული ტრავმები, რა თქმა უნდა, ძლიერი ენერგეტიკული ტრავმები, როგორც არის უკვე მოტეხილობები, ძვალსახს არის და რბილი ქსოვილების დაზიანებენ. ყოველდღიურობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, შეიძლება ასევე გამოვყოთ როგორც საყოფაცხოვრებო ტრავმები, რაც ძალიან ხშირი არის და მაგალითად საწარმოო ტრავმები, თუ ესა თუ ის სამუშაო დაკავშირებული არის უსაფრთხოების ნორმებთან და არ უნდა დაირღვეს ეს ნორმები. ლევან, ძალიან მნიშვნელოვანია განსხვავება მსუბუქ დაზიანებასა და ესეთ ძალიან რთულ დაზიანებას შორის. თქვენ როგორც პროფესიონალი, ანუ ამას ძალიან მარტივად როგორ აგვიხსნის ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, რისი თქმა მინდა, იცით, ანუ ფეხი გადაგვიბრუნდა და უიეგ არაფერი არ არის და უბრალოდ შეშუპება. შეიძლება ჩვენ გვეშლება, მაგრამ ანუ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ექიმთან არ მივდივართ. ნუ გვახასიათებს, ხო, თქვენს პრაქტიკაშიც გეკნებათ ეს. ანუ მსუბუქ დაზიანებაზე რა არის მსუბუქი დაზიანება, როდესაც მაგალითად შეიძლება არ მივიდეთ ექიმთან და რა არის ისეთი ტრავმა, რომელიც აუცილებლად მაგალითად სამედიცინო გადაუდებელ უნდა მივიდეთ აუცილებლად ექიმთან. დიდი მადლობა კითხვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეკითხვა არის, განსაკუთრებით ვფიქრობ მაყურებლისთვის, იმიტომ რომ რთულია განსხვავოს
არა ექიმთა, არ მივიდეთ ექიმთან. განათლების მქონე ადამიანმა, რა დროს არის სულუქი ტრავმა, რა დროს არის აუცილებლად მნიშვნელოვანი, რომ უახლოვეს ან მოგვიანებით არ გართულდეს პერიოდში. შესაბამისად, აი ელემენტარული კანის საფარის დაზიანება უნდა იყოს განსხვავებული, რა პირობებში ხდება ეს, რამდენად სუფთა ის გარემო და თქვათ ეს არის ცხოველის ჭყალი, თარკბილით დაზიანება თუ თქვათ სიტყვაზე სხვა. ამიტომ უპრიანია, რა თქმა უნდა, მიმართოს სხეულის საფარის დაზიანებისთანავე ადამიანმა სამედიცინო დაწესებულებას და თუ არ ჩათვალა ის ტრავმა მნიშვნელოვნად, მაშინ უახლოესი 4 საათიდან, თქვათ 24 საათის განმავლობაში, როგორც მინიმუმ მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა ელოდოს. ელემენტარული თუნუქის ქილის გახსნა საყოფაცხოვრებო პირობებში შეიძლება გახდეს მძიმე ტრავმის, მაგალითად ფხესოვანი ან კუნთოვანი აპარატის დაზიანების გაწყდეს ხო წესი. რა თქმა უნდა და ისევ და ისევ უბრუნდები იმას, რომ ეს უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული და პირველადი დახმარება უნდა აღმოიჩინოს ექიმმა. მინიმუმ ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორც აღმოიჩინოს თვითონ ან ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ლევან, ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომებზე ვისაუბროთ, რომლის უგულებელყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და შემდეგ ისევ და ისევ მივდივარ, რომ ანუ თვითმკურნალობას როდესაც ვეწევით. ანუ რა სიმპტომებია ისეთი, რომ აუცილებლად უნდა მივიდეთ ორთოპედ ტრავმატოლოგთან, ან თუნდაც უკვე შორს წასული, ანუ როდის ხდება უფრო ოპერაციული ჩარევა. ოპერაციამდე განვიხილოთ ის საკითხი, სადაც შეიძლება მაგალითად ვიმკურნალოთ და მაგალითად არ იყოს სავალდებულო ოპერაციული ჩარევა. ან ვიმკურნალეთ, ყველაფერი ამოვწურეთ, მაგრამ აუცილებელი არის ოპერაცია, ანუ გადაუდებელი არის და არ შეიძლება, ანუ თავს ვერ ავარიდებთ ოპერაციას. ხო მიხვდით, ანუ კითხვის შიდა არის, ხო? და მივაბავდი წინა შეკითხვაში გაიჟღერა მაგალითად ფეხის გადაბრუნების დროს, მაგალითად კოჭვის გადაბრუნების დროს. ხშირია ასეთი შემთხვევები, განსაკუთრებით სპორტსმენებში, ან თვითნებურად ვინც ეწევა რაღაცა ჯანსაღ-ცხოვრებას და სპორტს. შეიძლება იმ მომენტში ვერც აღიქვას, როგორია ის ტრავმა, განაგრძოს დატვირთვა და მაგალითად მეორე დღეს, ან იმ საღამოს ცხელი შხაპის მიღებისთანავე იგრძნოს შეშუპება, იგრძნოს ტკივილი და ასეთ დიაგნოზს უკვე გემართროზი, ღრძობა, თქვა სხვადასხვა თავისი განმარტება აქვს. ამ დროს რა თქმა უნდა თავიდანვე უნდა იცოდეს ის სად უნდა შეიზღუდოს თავი და სად უნდა გააგრძელოს მაგალითად შემდგომ ჩვეული რითმი და რა თქმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, იმიტომ რომ შორს წასული შემდეგ უკვე სახსრის ელემენტების დისლოკაციას იწვევს და შეიძლება ნამდვილად საოპერაციოც კი გახდეს ესეთი შემთხვევა. როდის ხდება ლევან ოპერაცია საჭირო? რა შემთხვევაში? მხოლოდ ამ ტრავმებზე ხარ, რასაც გულისხმობთ გადაცემის დაწყებისთანავე? არა. მაგალითად, რაიმე დაავადებას გასაგებია აბსოლუტურად შეკითხვა და მაგალითად ისევ მაყურებლისთვის გასაგებად რომ ვისაუბროთ. ყველაზე მნიშვნელოვანია კი. ძირითადად ხდება კიდურების, სხეულის კიდურების, ზედა კიდურების, ქვედა კიდურების, თითების სახის არეში ასევე ეს ტრავმები. თუ არის ავტოსაგზაო შემთხვევები, ვთქვათ, იქ უფრო მაღალ ენერგეტიკულია, როგორც წესი ტრავმები, თუ საყოფაცხოვრებო პირობებში ან რაღაც წაქცევით გამოწვეულია, შედარებით უფრო დაბალ ენერგეტიკულია, თუმცა განმარტება იმისა თუ როდის ხდება, შეიძლება ესე განსაზღვროთ, თუ აქ ძვლების ტრავმაზე ვსაუბრობთ, ანატომიურ ნორმას შეცილებული ესა თუ ის ძვლის სეგმენტი უკვე საჭიროებს ანატომიურ ნორმაში მოყვანას და რა თქმა უნდა მოდელი არის აუცილებლად საოპერაციო გზით ამის ანატომიურ ნორმაში მოყვანა დაფიქსირება, რათა ხელი შეეწყოს და ისევ ჩვეულებრივად შეძლოს ძვალსახსარმა ფუნქციონირება. ლევან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, მაგალითად, ისევ ავიღოთ რომელიმე დაავადება, ანუ სიმძიმის აწევა, თუნდაც, მაგალითად, თქვენ ახსენეთ სპორტსმენები და ვინც აქტიურ ცხოვრების წესით ცხოვრობს. ანუ დატვირთვასთან დაკავშირებით თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება სპორტსმენის სხეული იყოს მზად იმ დატვირთვისთვის და პირობითად ჩემი არა, ხო? იმიტომ რომ ყოველდღიურად არ ვარჯიშობ.
არ ვარჯიშობდა, ეგ დიახ. მხოლოდ ფეხით სიარული ერთი სიტყვით მიყვარს, მაგრამ როგორ შეიძლება ბალანსი გავაკეთოთ იმაზე, რომ შეიძლება სპორტსმენმაც შეიძლება კი არაც არის გამოცხადებული. ისეთი ტრავმა მიიღოს, რომ საერთოდ ვეღარ გააგრძელოს ის პროფესია და ჩამოშორდეს, ხო, ძალიან ბევრი ასეთი ის გვაქვს ისტორია მოსმენილი, ხო? მაგრამ ანუ კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ დატვირთვის ოქროს შუალედი როგორი არის? გასაგებია აბსოლუტურად და ესეც მნიშვნელოვანი კითხვა არის განსაკუთრებით იმათთვის, ვინც თვითნებურად ეწევა სპორტულ ცხოვრებას, ცხოვრების რიტმს და ან ფიტნეს კლუბში. აუცილებელი არის რა დონეზეც პროფესიონალი არ იყოს სპორტსმენი, ინსტრუქტორის მეთვალყურეობა, რა თქმა უნდა და აი იმ ინსტრუქტაჟის მიყოლა. იმიტომ რომ თუ საწყის ფაზაში არის, თქვა სიტყვაზე ადამიანი ამ ჯანსაღი ცხოვრების დასაწყისში, შეიძლება იგივე ფიტნესში ასიმეტრიულად განავითაროს თავის სხეულის კუნთები და ეს გახდეს ორთოპედიული პრობლემის მიზეზი. მაგალითად, იგივე ხერხემლის, თქვათ, გამრუდების კიდევ უფრო გამოვლენის, მაგალითად, ტანდეგობის დარღვევის და კუნთების კიდე სხვადასხვა დაზიანებების. და რაც შეეხება ტრავმას, წვავე ტრავმას, ხო? ეს იქნებოდა მაგალითად ქვემწვავე ან ქრონიკული პროცესი. წვავეს, რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა განსაზღვროს ის დატვირთვა, რომელსაც ღებულობს და რომელსაც იტვირთავს სხეულზე, მაგალითად პროფესიონალ სპორტსმენებს, კლავჭიდელებს მოსულიათ შეჯიბრის დროს მხრის ძვლის მოტეხილობა. ეს ხდება იმ ენერგიით, რომელიც თქვათ სიტყვაზე იქ იმ მომენტში დახვდა. და ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, განსაზღვრული, რა სიმძიმეს ვწევთ და თქვათ, რა სიმძიმით ჩვენ მოქმედებთ სხვა გარემოზე. ამიტომ კი ბატონო. და რამდენი არის მაგალითად ორგანიზმისთვის დაშვებული, ხო? ეგეც ხო არის, რომ მაგალითად, აი პირობითად ვამბობ, რომ აი 200 კილოაზე ადამიანმა გასაგებია იმ ადამიანს, რომ შეუძლია მაგისაწევა, მაგრამ ორგანიზმს რას უნებთ? ალბათ კონკრეტული ესეთი განსაზღვრება და ინდექსი არ არსებობს, რამდენი შეიძლება ადამიანმა პირობითად იმიტომ ვთქვი, ოღონდ მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეგულარობა და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეს გარკვეულ წონამდე, გარკვეულ დატვირთვამდე ადამიანი და რა თქმა უნდა, ვიდრე შეუდგება იმ წონის, თქვათ, სიტყვაზე აზიდვას, ის უნდა იყოს კარგად შემზადებული, შეხურებული, ასე ვთქვათ, ორგანიზმი პოპულარულ ენაზე რო ვთქვათ და შემდეგ უკვე სწორედ უნდა იტვირთოს ის ტვირთი. ეს იცის, რა თქმა უნდა, პროფესიონალმა, რომელიც კი, მაგრამ მაინც არ ვართ დაზღვეული, ხო ბატონო? არა, ამისთვის არის პროფესიონალს უნდა ყავდეს იქვე ინსტრუქტორი და იქვე უნდა ყავდეს ხსნელი, რომელიც მიიყვანს იმ დონეს. კი ბატონო. ლევან, არანაკლებ მნიშვნელოვან თემაზე მინდა ვისაუბროთ. მინდა რომ რჩევები მიცეთ მშობლებს, ანუ ტრავმები ხშირ შემთხვევაში უფრო მოწყვლადი ჯგუფი არის ბავშვები და ხანდაზმულები, ხო? მოდით ჯერ ბავშვებსაც დავუთმოთ, რომ ძალიან ბევრი კითხვა შეიძლება ამასთან დაკავშირებით, თუნდაც ძიმე ჩანთა სკოლის, თუნდაც ან ბავშვები, ხა თქვენ შვილები ყავთ და გაქვთ ამის გამოცდილება, ხო? დიახ. აი ზუსტად მაგაზე მინდა რომ ვისაუბროთ, როგორ შეუმსუბუქოთ ბავშვებს, რომ აი ტრავმას რაღაცნაირად მაინც გვერდი რომ აუაროთ, იმიტომ რომ ტრავმა მაინც ისეთი, ანუ პირველ რიგში ტკივილთან ასოცირდება და ტკივილია, რა თქმა უნდა. თუნდაც მაგალითად, ანუ ჩანთა ჩვენ მშობლებმა უნდა ვატაროთ თუ როგორ გადავანაწილოთ ის, რომ ბავშვებს შეუმსუბუქოთ რაღაცნაირი, ესე ვთქვათ, მძიმე ტვირთი. ალბათ ამ კითხვაზე პასუხისთვის პირველ რიგში როგორც მშობელი უფრო კარგი იქნება რომ გამცეთ ესე პასუხი. როგორც ექიმი და მშობელი. პირველ რიგში ვთხოვდი, უწოდებდი მშობლებს, მოზარდებს და მოზრდილებს, რომ საყოფაცხოვრებო პირობებში, ოჯახში ქიმიური აგენტებით გამოწვეული ტრავმები, ქიმიური დამწრობები, ანუ ის სარისხი საშუალებები, რომელსაც შეიძლება ეს გამოიწვიოს, უნდა იყოს ინსტრუქციით მითითებულ სიმაღლეზე, სადაც სტომა არ ექნება. ბავშვს, რა თქმა უნდა, ის თავსახური ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიცოდეთ, რომ არის დახურული და ხშირ შემთხვევაში ისეთი თავსახურებია, რომელსაც ბავშვი იოლად ვერ გახსნის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ჩანთებს, დატვირთვებს, არ ვთვლი აუცილებლად, რომ მშობელმა უნდა ატაროს
შვილის ჩანთა, რომელიც თქვა სკოლაში უნდა გამოიყენოს, იმიტომ რომ ყველამ უნდა მიეჩვიოს ცხოვრებაში მისი ტვირთის ტარებას, რა თქმა უნდა. ოღონდ ეს ჩანთაც ეხლა ნაკლებად ექცევა ყურადღება თუ თვითონ მშობელმა არ მოითხოვა. არის ქვეყნები, სოციალურად შეიძლება ვთქვათ, მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, რაც არ უნდა მშობელს უნდოდეს მოდური სტილის ჩანთა, აუცილებელი მოთხოვნა იქნება სასწავლო დაწესებულებისგან კრიტერიუმებში ჩამჯდარი, ვთქვათ, სასკოლო ჩანთა, რომელიც თვითონ ისე არის მოდელირებული, ტანდეგობის დარღვევას არ იწვევს, იმ წონას იტვირთავს, რომელიც შეიძლება იმ ასაკის ბავშვისთვის, ვთქვათ, და აქვს მარეგულირებელი, რომელიც ზრდასთან შედარებით, მაგალითად 7 და 8 წლის ბავშვი თუ იგივე ჩანთას ატარებს შემდეგ 9 და 10 წლის ასაკში, როდესაც მოზრდილია, მარეგულირებულია, რომ ის სწორედ იყოს მის ხერხემალზე მორგებული. ეს აუცილებელია, რა თქმა უნდა. გასაგებია. ისევ ტრავმებზე საუბრობთ და ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. 21 საუკუნეში რა საშუალებები გვაქვს, რომ მარტივად და დროში სწრაფად მივაწოდოთ ჩვენს პაციენტებს ის მთავარი ესე ვთქვათ ყველაფერი უпростоრად ტრავმის შესახებ და თუ დაავადების შესახებ რა არის ის უფრო სტანდარტად რა მიიჩნევა როდესაც თქვენთან მოდის მაგალითად პაციენტი როგორ ხდება როგორც მკურნალობა ასევე დიაგნოსტიკა აქვე ვიდრე ამ კითხვაზე პასუხს გაგცემდით ალბათ უპირიანი იქნებოდა გავმიჯნოთ ეს ტრავმა სხეულის რომელ ნაწილს ეხება. თუ ჩვენ ძვლის სტრუქტურის თქვათ დიაგნოსტიკას ვახდენთ, ისე უტყუარია რენტგენის სხივები, რომელიც როგორც პოპულარული რენტგენის აპარატით ხდება, ისევე კომპიუტერული ტომოგრაფია, ფაქტიურად ის რენტგენის სხივებია, ოღონდ თვითონ შინაარსობრივად გვაჩვენებს სტრუქტურას უფრო უკეთესად, სხვადასხვა ჭრილში და შეიძლება ელემენტარული ხაზოვანი ტიპის მოტეხილობაც არ გამოგვჩეს. ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს ოქროს სტანდარტად ისევ რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია. თუ ჩვენ ვეძებთ კუნთოვან, ყესოვანი აპარატის ტრავმებს, მაშინ რა თქმა უნდა, MRT მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, ეს კვლევაც აუცილებლად ჩასატარებელი არის, იმიტომ რომ მეტად ინფორმატიული არის. თუ ჩვენ მით უმეტეს სიღრმეში ვეძებთ ამა თუ იმ ტრავმებს. თუ პირობითად ვამბობ, მეჯბარძაყის რბილი ქსოვილების ტრავმას ვეძებთ, შეიძლება MRT უპრიანი იყოს. თუ ჩვენ ვეძებთ მუხლის სახსარში ან კოჭვების სახსარში, სადაც რბილი ქსოვილი არ არის იმხელა შრისთ და იმხელა საფარით მოცული, მაშინ ულტრაბგერა, ულტრასონოგრაფია, პოპულარულ ენაზე რო ვთქვათ, ეხოსკოპია, ეს კვლევაც საკმაოდ ინფორმატიული არის და ხშირ შემთხვევაში ვატარებთ. და ბოლოს ბატონ ლევან, ძალიან საინტერესო არის თქვენი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პირველ რიგში როგორ უნდა ავირიოდოთ ტრავმა? მაგალითად, ტრავმა თუ მოხდა, რეაბილიტაციაზეც მინდა 1-2 სიტყვითაც გითხრათ და მნიშვნელოვანი რა არის რა უნდა გავაკეთოთ და პირველ რიგში ჩემთვის მეც ჩემს აზრს დავაფიქსირებ, რომ აუცილებელია მეგობრობა ექიმთან, იმიტომ რომ ავირიდოთ ეს ყველაფერი თავიდან და არ დავაგვიანოთ მაგალითად მკურნალობა. მუშაობს და პრევენცია ყოველთვის აუცილებელი არის. ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ტრავმა არ მივიღოთ, იმიტომ რომ არ ამგონია არსებობდეს ადამიანი, რომელიც მიზან მიმართულად რაღაცა ტრავმას ღებულობს, თუ იქ არ არის სუიციდურებულენები, თუ ის არ არის რაღაცა სხვა პრობლემებთან დაკავშირებული. ამიტომ რთულია თავი დაიცვა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა წესი და დისციპლინა ყოველთვის რედუცირებას იწვევს, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ტრავმების ამ შემთხვევაში მიღებას. უსაფრთხოების ნორმები და აქ მაგალითისთვის მოვიყვანდი, მაგალითად და გაფრთხილებისთვისაც ვიტყოდი, თუ ადამიანი მართავს მანქანას ზის საჭესთან ან არზის მაგალითად და დასაწყისშივე უსაფრთხოების ღვედი არა გაკეთებული, ეს შეიძლება ტრავმის ავარიის შემთხვევაში შეიძლება მაგალითად იმ ბალიშის გახსნის დროს შეიძლება უფრო მეტად დააზიანოს, თქვათ, სხეულის ესა თუ ის ნაწილი, იმიტომ რომ ეს იმთავითვე დარღვეული ნორმა იყო. თუ ღვედი უკეთია და იმ შემთხვევაში იხსნება ის ბალიში, მაშინ იქ არის ფიქსირებული ზუსტად ის ადამიანი და მისი სხეული, სადაც
უსაფრთხოებას გამოიწვევს მისას. ამიტომ ყველაფერში, ასე ვთქვათ, ახლა მით უმეტეს საქართველოში, აჭარაში, ბათუმში მრავალი მშენებლობები არის, მე იქაც მინდა აუცილებლად ის სამსახურები, ვისაც ეხება უსაფრთხოებები გავაფრთხილო, თავიდანვე, როდესაც ნორმები დაცული არის, ის აგვარიდებს ამა თუ იმ ტრავმებს და ყველას მიუწოდებ, რა თქმა უნდა, სიფრთხილესკენ. ერთი სიტყვით მეტი სიფრთხილე განმეორდები. აუცილებლად. ექიმთან მეგობრობა და აუცილებელი არის დროული ვიზიტი ექიმთან, რაც ძალიან ბევრ დაავადებას თავიდან ავირიდებ ჩემი აზრით. აუცილებლად ეგრე არის. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან საინტერესო საუბრისთვის. მე კარგ დღეს გისურვებთ. შეგახსენებთ, დიდი მადლობა. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს ორთოპედ ტრავმატოლოგი ლევან გვასალია პასუხობდა. გადაცემის მეორე ბლოკში ყურადღებას გავამახვილებთ პათოგენზე, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოებისთვის ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას მაღალი ეპიდემიური პოტენციალის მქონე პრიორიტეტულ საფრთხედ მიიჩნევს. რა არის ნიპას ვირუსი? ზოონოზური ინფექცია, რომელიც სახეობრივი ბარიერის გადალახვით ცხოველური სამყაროდან ადამიანზე ტრანსპორტირდება თუ როგორ. პირდაპირ ეთერში საფრანგეთიდან ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გვერდება. გამარჯობა გიორგი, დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით. ბატონო გიორგი, დავიწყოთ მთავარით, რა არის ნიპას ვირუსი, როგორ ვრცელდება და საიდან მოდის, რატომ მიიჩნევა ის განსაკუთრებულ საშიშ ვირუსად? არის თუ არა ეს თქვენი აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი. როცა ჩვენ ლაპარაკობთ ნიპას ვირუსზე, კი ძალიან საშიში არის, ვინაიდან სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი. ჩვენ უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ პრაქტიკულად 2000 წლებიდან წამოვიდა ეს, პირველად იყო დაფიქსირებული მალაზიაში, იქ იყო სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 40%, თითქმის 300 ადამიანამდე იყო ინფიცირებული და 40%-მდე გარდაიცვალა. მაგრამ მალაზიაში მიიღეს უმკაცრესი ზომები, კარანტინის ზომები და იმის მერე მალაზიაში ეს ვირუსი აღარ აღმოჩნდა. სამწუხაროდ 2000-იანი შუალედებში დაიწყო უკვე ბანგლადეშში და ბანგლადეშის სიკვდილიანობა არის დაახლოებით 70%-მდე. ეს არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, მათი ჯანდაცვის სისტემიდან, ვინაიდან უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ვირუსს არ აქვს, მაგის ვირუსს საწინააღმდეგო არსებობს არც ვაქცინა, არც მკურნალობა, არც წამლები და პრაქტიკულად მიმდინარეობს პაციენტებს მართვა, სიტუაციური მართვა. შესაბამისად, ვინაიდან ჯანდაცვის სისტემა ბანგლადეშში არ არის ძლიერი და იქ ძლიერი კარანტინის გაკეთება შეუძლებელია, სამწუხაროდ იქ ეს ვირუსი ყოველწლიურად, მოთქვით, აინფიცირებს ადამიანს, ყოველწლიურად მიმდინარეობს ბრძოლა, მაგრამ ერადიკაცია არ, განადგურება მისი სრული ვერ მოხერხდა, როგორც მაგალითად მალაზიაში მოხდა. ეხლა რაც შეეხება ინდოეთში, ასევე უკვე 2018 წლიდან ძირითადად სამხრეთ შტატებში არის, კერალა შტატში ჩნდება ის და იქაც იგივე სიტუაცია, იქ უფრო უკეთესი ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ აქვე ვერ შეძლეს სრული ერადიკაციის გაკეთება, ვინაიდან ტერიტორია დიდი არის, სისტემა ვერ მუშაობს ისე კარგად, როგორც საჭირო და იქ სამწუხაროდ ჩვენ ახლა გვაქვს აფეთქება. მაგრამ ბევრი სხვა ქვეყანა ისწავლა ამ ვირუსთან დაკავშირებით ბრძოლა, ჩვენ უკვე ვიცით ბევრი რამე, ერთი რამე რაც წამალი არ არსებობს, ვაქცინა არ არსებობს, გასაგებია. მაგრამ საშიში არის. ერთი დადებითი მხარე, რაც ჩვენ ვისწავლეთ, რომ ეს გადადის ცხოველებიდან, მერე ცხოველიდან, როცა ინფიცირებს ადამიანს, მერე ხდება ადამიანზე გავრცელება, მაგრამ ეს არ ხდება ისე სწრაფად, როგორც კოვიდის დროს. ეს არის ზუსტად მანიშნებელი, რომ მისი გლობალური გავრცელება, მოდით საქართველოში რაც ჩვენ გვაინტერესებს, ხო? ანუ საქართველომდე სანამ ის ჩამოვა, არ ვიცი რა უნდა მეხო, მთელი აზია ერთდროულად უნდა აფეთქდეს. აქედან გამომდინარე, რისკები არის ძალიან დაბალი. ანუ ვიყოთ მშვიდად, ბატონო გიორგი? აბსოლუტურად. მე ძალიან კრიტიკული ვარ და როცა პატარა რისკის არის, ყოველთვის სიფრთხილესკენ მოვუწოდებ ყველას, მოდი ჩაიკეთეთ პირვადები, ვაქცინები. გვახსოვს თქვენი მოწოდებები კოვიდის დროს კი. და ამ სიტუაციაში საყურადღებო არის, სანამ საქართველოსთან ჩამოვა,
ანუ თუ ჩვენი მეზობლები იქნება ამ ძიმე სიტუაციაში, მაშინ კი ბატონო. მაგალითად, ტაილანდი ეხლა დაიწყო ესეთი სისტემა, როგორც კოვიდის დროს ამუშავეს, ჩართეს გაფრთხილება, ანუ აეროპორტებში ხდება სკრინინგი, მაგრამ ტაილანდში მაგალითად არც ერთი ფაქტი არ იყო დაფიქსირებული. სინგაპურე სხვათა შორის იქვე რეგიონში არის, რატო არის მნიშვნელოვანი ტაილანდი, სინგაპური, იმიტომ რომ რეგიონალური ჰაბები არის და ანუ იქ ისინიც არიან დაცულები. ჩვენ ერთი რამე რაც დავინახეთ, თუ ჯანდაცვის სისტემა არის მზად, თუ ჯანდაცვის სისტემა წინასწარ აკეთებს პრევენციას, პრაქტიკულად ჩვენ ხედავთ, რომ სინგაპური არის აი ამ აფეთქებების ცენტრი და სინგაპურში ერთი кейსიც არ იყო. იყო რამოდენი, მაგრამ იმ წუთასვეს მოხდა იზოლაცია და სიკვდილიანობა არ დაფიქსირდა. საქართველოს რაც შეეხება, პანიკის საფუძველი არ არის. ერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ის ვრცელდება ძალიან ნელა და სანამ მივა თქვა საქართველოსამდე, აი აეროპორტების გავლამდე, მაინც რისკი არის ძალიან დაბალი. ჯანდაცვის სისტემები ინდოეთში ეხლა მუშაობენ აქტიურად, ვინც პოტენციალურად ვინც იყო ინფიცირებული, მათი იზოლაცია მოხდა. კი, რისკი არის 100% დაცული არავინ არ არის, მაგრამ რო შევაფასოთ რა მდგომარეობა ეხლა ინდოეთში, რა გამოცდილება გვაქვს ბოლო დაახლოებით ეს აწლეულები ამ ვირუსთან ბრძოლასთან დაკავშირებით, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის უფრო რეგიონალური აფეთქება და მას გლობალური აფეთქებისკენ არანაირი ნიშნები არ აქვს. ბატონო გიორგი, დიახ, ბოდი შეგაწყვეტინებთ ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ რატო გავრცელდა ეს საქართველოში, იმიტომ რომ კომენტარები, სხვათა შორის თქვენი მოკლე rilsებიც არის დევს და ნახე გუშინ გადაცემის დაწყებამდე. ბატონო გიორგი, ყველაზე მნიშვნელოვანი რატო გვეშინია ესე, იმიტომ რომ ყველაზე საშიშ ვირუსად ესეთი სათაური იყო და მაგალითად რატომ აზიანებს ნიპას ვირუსი ხშირად თავის ტვინს და ნევრულ სისტემას, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს მაგალითად დაავადების მიმდინარეობა. ეს გვეშინია საქართველოში ყველაზე მეტად, იმიტომ რომ პანდემია მთელმა მსოფლიომ გამოვიარეთ და იმიტომ ვიცით რა საშიში ვირუსია, მაგრამ ამ ვირუსზე არაფერი არ ვიცით და თქვენ გვინდათ რომ გითხრათ ეს უფრო ვრცლად და კონკრეტულად. ვირუსი ნამდვილად ძალიან საშიში არის. კიდევ ერთხელ გამეორებ, იქ მალაზიაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო 40%, ბანგლადეში არის 70%. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ 100 ადამიანი, ვინც ბანგლადეში ვინც დაინფიცირდა, 70 გარდაიცვალა. მიზეზი არის ის, რომ ამ დაავადების წინააღმდეგ არ არსებობს მკურნალობა, არ არსებობს ვაქცინა, არ არსებობს რამე წამალი. ის აზიანებს ჩვენ ნერვულ სისტემას და კიდევ ბევრი ორგანოების დაზიანება მიმდინარეობს, ესე ერთდროულად რამოდენიმე ორგანოს დაზიანება ძალიან მძიმე მიმდინარეობს ამ ვირუსის განვითარება და სამწუხაროდ პაციენტების გადარჩენა რთულდება. ეს კიდე დამოკიდებულია თუ როგორი ჯანდაცვის სისტემა, იმიტომ რომ იქ ხდება სიმპტომური, ანუ უყურებენ პაციენტს რა ორგანოები, რა სისტემები არის დაზიანებული და ცდილობენ ამ სისტემების დახმარებას შენარჩუნებას, მაგრამ ისე სწრაფად ვრცელდება და ისე ღრმად მიდის დაზიანება, რომ პაციენტის გადარჩენის შანსი არის ძალიან დაბალი. რამდენი არის ბატონო გიორგი პროცენტულობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა თქმა უნდა გაქვთ ეს პროცენტულობა რამდენი ადამიანის სიკვდილიანობის, ხო არ იცით? ხო, ეს არის 70%. ძალიან მაღალია. თუ 10 ადამიანი დაინფიცირდა, მაგათ მალაზიაში გვაჩვენა, რომ ჯანდაცვა უფრო კარგად იმუშავა და იქ მარტო 4, თქვა 10 კაციდან 4 გარდაიცვალა, ბანგლადეში სისტემურად ჩვენ ხედავთ, რომ დაახლოებით 10 ადამიანიდან 7 არის გარდაიცვალა და 3 მარტო გადარჩენილა. ანუ აქ საუბარი იმაზე არის, რომ პირველი ჩვენ დავინახეთ, თუ ჯანდაცვის სისტემა კარგად მუშაობს, სიკვდილიანობა უფრო დაბალი არის და მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი მალაზიიდან რაც დავინახეთ, როცა აფეთქება წამოვიდა, სრული каранტინი, სრული იზოლაცია და ამითი მოხდა ერადიკაცია ამ და იქ უკვე ამდენი წელიწადი აღარ არის. ანუ ესეც კიდევ კარგი მანიშნებელია სხვა ქვეყნებისათვის, რომ თუ ქვეყნები ჩადებენ ინვესტიციას ჯანდაცვის სისტემაში, ესეც უკვე არის პრევენცია. და რაც შეეხება პანიკას, მე არაერთი კი სასიკვდილო არის, საშიში არის, უბედური ვირუსია, მაგრამ საქართველოს კონტექსტში საქართველოს ეს ვირუსი არ ამგონია რომ ჩამოვიდეს, რისკი არის ძალიან დაბალი.
იმიტომ რომ ადამიანები ვინც ინფიცირდებიან, მე მალე ხდებიან ცოტა, ანუ ეს არ ვიცი, ადამიანი უნდა იყოს ამ წუთას არის კერალადან წამოსული ადამიანი, რომელიც უნდა გაიაროს რამოდენიმე აეროპორტი, უკვე თვითონში გახდება ცუდად და აქ კიდე ეს გადადის შეხებაზე, ანუ პაციენტი ეხება მეორე პაციენტს და ანუ რისკი რომ ავადმყოფი პაციენტი ჩამოვიდეს საქართველოს და ის დაინფიციროს ვინმე აქაც რისკი არის ძალიან დაბალი და თუც დაინფიცირდა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა თავისი მინუსებით მაინც არის უფრო ძლიერი ვიდრე მაგალითად სამხრეთ ინდოეთის ან მაგალითად ბანგლადეშის და ჩვენ ამას უფრო კარგად გაუკლავდებით და გავრცელების შანსიც იქნება ძალიან ნაკლები. ანუ პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის. თუ დავინახავთ მაგალითად ადამიანს აზიიდან ჩამოსულს არ უნდა გვეშინოდეს რომ ხელი ჩამოართვა და ასე შემდეგ ისინი არ არიან ვირუსის გადამცემები ერთადერთი რაც უნდა იყოს რაც ბევრმა ქვეყანამ ეხლა გადაწყვიტა რომ აეროპორტებში ისე დაეყენებიან თერმომეტრები, როცა პაციენტები, როგორც კოვიდის დროს. დიახ. რომ ელემენტარულად როგორც კოვიდის დროს დამხოს სიცხენი ადამიანი ყურადღების ქვეშ რო იყოს. ბატონო გიორგი, შორსავად კერიდან. შესაბამისად რისკი არის ძალიან დაბალი. ბატონო გიორგი, გასაგებია რომ ეს კოვიდზე უფრო საშიშია, ხო? შეიძლება შედარებაც არ შეიძლება ამის, მაგრამ თუნდაც მიმდინარეობა ინკუბაციური პერიოდი, როგორც ნებისმიერ ვირუს და როგორც კოვიდს, იგივე მიმდინარეობა აქვს ამ ნიპას ვირუსს, განსხვავება არის რამე სხვანაირი არის? არის, დიახ, ეს სხვა ვირუსია, ნუ აქ ეს გასაგებია, მაგრამ მიმდინარეობას გულისხმობ. ინკუბაციის პერიოდი, გადადება და ასე შემდეგ, როგორც კოვიდს, სწორად გისმევთ ალბათ შეკითხვას, ხო? კი. ნუ ერთი რამე რაც უნდა გვახსოვდეს, ნუ ორივე საწყისი არის ღამურები. გაურთხევთ ღამურებს და ზოგადად ველურ ცხოველებს კარგი იქნება რომ ხელი არ მოკიდოთ ზოგადად უნდა გვახსოვდეს ველურ ცხოველებს აქ პოტენციალი რომ კონდეს სხვადასხვა ვირუსები და ეს საშიში არის ეს შეიძლება იყოს საქართველო იქნება თუ სხვა ქვეყანა ველურ ცხოველებთან შეხება უნდა იყოს ძალიან ფრთხილი იმიტომ რომ ისინი არიან ბევრი ვირუსების გადამტანები და ძალიან ფრთხილად უნდა რაც შეეხება ამ კონკრეტულ ვირუსს, ეს იხება სიცხეთი, თავის ტკივილით, აი როგორც ჩვენ ჭყალებში როგორც COVID, მაგრამ COVID ის არ არის. და ის მე ახლა COVID-ის დროს ჩვენ ფილტვებს აზიანებ და აქ უფრო ხდება უშუალოდ უკვე ნერვულ სისტემაში შეგება. ხო? დიახ, თავის წვინ და თავის წვინს აზიანებს და აი იმიტომ არის სიკვდილიანობა მაღალი, მე ხდება სიჩაქცევები და მოგ ძალიან ბევრი პრობლემები. აბა ჩვენი მომხმარებლები, ჩვენი ვინც არის მსვენელები, ერთი რამის უნდა თქვა რომ არ ინერვიულონ, არ შეშინდნენ, იმიტომ რომ მთელი ჯანდაცვის სისტემა აზიაში ახლა დიდი ყურადღებით უყურებენ. ეს არის რეგიონალური, ანუ იმ კონკრეტულ რეგიონში ენდემური, ანუ პრაქტიკულად ყოველწლიურად ჩვენ გვაქვს აფეთქებები, ამ მიმართულებით ჯანდაცვის სისტემები იციან თუ როგორ და რა უნდა გააკეთონ. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ჩართო განგაში მიზეზი იყო, იმიტომ რომ რამოდენიმე ანუ პაციენტი იყო სამონტყოფოში და სამონტყოფოში დაინფიცირდა სამედიცინო პერსონალი, ანუ შეხების პროცესში. მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პროტოკოლი არ იყო დაცული შიდა ჰოსპიტალური ინფექცია, ანუ პირბადეები, ხელთათმარები, როცა ვიცით რომ ინფექცია არის, უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს კიდე გვაჩვენებს სისუსტე ჯანდაცვის სისტემის. ანუ თუ ჯანდაცვის სისტემა მუშაობს ძალიან კარგად, ანუ გადადება წესით მექიმზე არ უნდა იყოს, ხო? მაგრამ როცა ხდება ჩავარდნა სისტემის, აი იმიტომ არის საჭირო საერთაშორისო აკრედიტაცია სამონტყოფოების, რომ კონტროლი უნდა იყოს შიდა ჰოსპიტალური ინფექციის და ასე შემდეგ. რაც საქართველოს უკვე დანერგვის პროცესში არის, იმიტომ მე ვამბობ, რომ ჩვენ იმდენი ბარიერი გვაქვს უკვე თავდაცვის, რომ საქართველოს მოქალაქეების სანერვიულო არაფერი, ჩვენ უფრო ბევრი სხვა გვაქვს სანერვიულო, მაგალითად სეზონური გრიპი. სეზონური გრიპი არის უფრო დიდი, მაღალი რისკი ჩვენი ბავშვებისათვის და 60 წელს გადაცილებული ადამიანებისათვის, ვინდრე ეს ვირუსი, რომელიც ახლა არის ინდოეთში. კიდევ ერთხელ, საპანიკო არაფერი არ არის. ჯობია ჩვენ მთელი ყურადღება ჯანდაცვის მხრიდან გადავიტანოთ სეზონურ ვირუსებზე, რომლებიც არაერთი არის, თუ ვინმე გაციებულია პირბადე, ხელების დაბანა, დისტანცია, ეს არის უნივერსალური და რაც შეეხება ამ კონკრეტულ ვირუსზე, კიდევ ერთხელ საპანიკო არაფერი არ არის. აი თქვენი თავარი რეკომენდაცია, ბატონო გიორგი, ეგ არის, ხო? დიახ, რა აუცილებლად კიდევ პანიკას მოვეშვათ. ინერვიულოთ, უბრალოდ კარგ ხასიათზე ეს რა თავარი არის, სანერვიულო არაფერი არ არის.
კიდევ ერთხელ არ გვინდა ეს სამწუხაროდ მე უკვე ცუდი კომენტარები ძალიან ბევრი წავიკითხე რომ აი უკვე ჩამოვიდნენ უცხოელები და უნდა ჩავკეტოთ საზღვრები მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვამბობ რომ მე ვეწინააღმდეგები ლოკდაუნს და ჩაკეტვებს არაფერი არ არის საჭირო იმიტომ რომ ეს არის ძალიან შორს ეს რეგიონალური დონის აფეთქება ანუ საქართველოს შორს არის კი არის ჰიპოთეტური რისკი მაგრამ რისკი ისეთი დაბალი არის რომ ამის გამო პანიკის ატეხვა არ არის საჭირო საზღვრების ჩაკეტვა არ არის საჭირო და მე არ ამგონი არანაირი ლოკდაუნები არ გაკეთოს. უფრო რისკი რაც ეხლა არის საქართველოში დღეს ამ წუთას, ეს არის სეზონური ვირუსები, რომელიც ჩვენ გვაქვს და გაუფრთხილდით, იმიტომ რომ მართლა მძიმე მიმდინარეობა აქვს ახლა ახალი სეზონური ვარიანტები, სეზონური ვირუსების და სხვა ვირუსების და ჯობია ამას გაუფრთხილდეთ კიდევ ერთხელ ხელების დაბანა პირბადე და დისტანცია ეს არის საუკეთესო თუ ხართ ალბათ დარჩით სახში, მაგრამ ამ კონკრეტულ ვირუსზე საქართველოში ნაკლები სანერვიულო გვაქვს. ზოგადად უნდა ვიცოდეთ, ძალიან კარგია რომ არის ყურადღება მიქცეული, მაგრამ არ ამგონია რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე ეს არის სარისკო ან საშიში. გასაგებია ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს. მე წარმატებულ დღეს გისურვებთ. ჯანმრთელობას გესურვებთ. დიდი მადლობა. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს ჯანდაცვის ექსპერტი პროფესორი გიორგი ფხაკაძე პასუხობდა. ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. მე ჯანმრთელობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.